მოგესალმებით, ვაგრძელებთ ტრადიციულ ფორმატში მუშაობას. ამჯერად მინდა შემოგთავაზოთ 5 ტესტური დავალება სისხლის სამართლის კოდექსიდან. ერთი ვიდეო ამ მიმართულებით ჩვენ უკვე ჩაწერილი გვაქვს და თურთული არის ჩვენს ოფიციალურ გვერდზე. ამჯერად კვლავ 5 კაზუისტურ დავალებას გთავაზობ და 5-ვე შედგენილი იქნება სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილიდან. მეექვსე ტესტური დავალება არის შემდეგი შინაარსის 2025 წლის 14 მარტს ორი ეგვიპტელი ბიზნეს პარტნიორი საქმიან შეხვედრაზე თურქეთში იმყოფებოდა. ერთ-ერთმა მეორეს ქალაქ სტამბოლის აეროპორტში მოკვლის განზრახვით მოწამლული ჩაი დაალევინა. ამის შემდეგ 2025 წლის 15 მარტს ორივე მათგანი საქართველოში ჩამოფრინდა. 2025 წლის 16 მარტს მწვავე ინტოქსიკაციის შედეგად მოწამლული ბიზნესმენი ქალაქ თბილისში ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. თურქეთის სამართალდამცავი ორგანოს მიერ მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისის აეროპორტში 2025 წლის 16 მარტს 21 საათსა და 30 წუთზე მეორე ეგვიპტელი ბიზნესმენი დააკავეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიის დატოვებას ცდილობდა. კითხვა გვაქვს დასმული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, რომელი სახელმწიფო ჩაითვლება დანაშაულის ჩადენის ადგილად. A ვარიანტია მხოლოდ საქართველო, რადგან დანაშაულებრივი შედეგი საქართველოში დადგა. B ვარიანტია მხოლოდ თურქეთი, რადგან დანაშაულებრივი ქმედება სტამბოლის აეროპორტში განხორციელდა. G ვარიანტია თურქეთი და საქართველო, რადგან დანაშაულის ჩადენის ადგილია როგორც ქმედების განხორციელების, ასევე შედეგის დადგომის სახელმწიფო და D ვარიანტია ეგვიპტე, რადგან დამნაშავე არის ეგვიპტის მოქალაქე. ეხლა აქ მეგობრებო, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის თეორიაში კარგად ცნობილ ეგრეთ წოდებულ სუყოლგანობის პრინციპზე, რაც ჩადებული არის სისხლის სამართლის კოდექსის მეოთხე მუხლში. კერძოდ მეოთხე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. თუმცა, რა თქმა უნდა, ეხლა საინტერესოა თუ როგორ ესმის ქართველ კანონმდებელს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულის ცნება. ამ კითხვაზე პირველ რიგში პასუხს იძლევა მეოთხე მუხლის მეორე ნაწილი სისხლის სამართლის კოდექსისა, კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილად ითვლება დანაშაული, რომელიც დაიწყო, გრძელდებოდა, შეწყდა ან დამთავრდა საქართველოს ტერიტორიაზე. აი სწორედ ამ დებულებაში არის გამოხატული ეგრეთ წოდებული სუყოლგანობის პრინციპი, რომელიც მე თავშივე აღვნიშნე და აი ამ პრინციპის თანახმად დამნაშავის დასჯის უფლება აქვს არა მარტო იმ ქვეყანას, რომლის ტერიტორიაზეც იმოქმედა დამნაშავემ, არამედ იმასაც, სადაც შედეგი განხორციელდა. შესაბამისად, სწორი პასუხი ჩვენად გვექნება G ვარიანტი, რადგან დანაშაულის ჩადენის ადგილად ჩაითვლება როგორც თურქეთი, ასევე საქართველო, იმ არგუმენტით, რომ ქმედების განხორციელება მოხდა თურქეთის ტერიტორიაზე, ხოლო ხელყოფის დელიქტი, ასე ვთქვათ, შედეგი დადგა განხორციელდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამიტომ, როგორც აქ ვთქვით, სწორ პასუხად მოვნიშნავთ, რა თქმა უნდა, G ვარიანტს. გადავიდეთ მეშვიდე ტესტურ დავალებაზე, რომელიც ზოგადი ნაწილიდან შევადგინე, კერძოდ სუბიექტურ მხარეზე არის საუბარი. სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მოწყობილი იყო კრიპტოვალუტის სავაჭრო და საბროკერო კომპანია, რომელიც იყო დაზღვეული. კომპანიას მომხმარებელთა მიმართ დიდი ოდენობით ფულადი ვალდებულებები წარმოეშვა. D სარქისოვმა იმ მიზნით, რომ სადაზღვეო კომპანიისაგან მას როგორც ამ დაწესებულების მესაკუთრეს სოლიდური ფულადი კომპენსაცია მიეღო, 2025 წლის 15 მარტს გვიან ღამით ოფისის ტერიტორიაზე დისტანციურად მართვადი ფეთქებადი ნივთიერება განათავსა. გეგმის შესაბამისად, სარქისოვმა ოფისის ტერიტორია დატოვა და 300 მეტრის მანძილიდან მართვადი ღილაკის გამოყენებით შენობა ააფეთქა. ძლიერი აფეთქების შედეგად სამსართულიანი სახლის პირველი და მეორე სართული სრულად განადგურდა, რასაც მეორე სართულზე მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. გამოძიებით დადგინდა, რომ სარქისოვმა იცოდა ზედა სართულზე მცხოვრების შესახებ და ისიც ზუსტად იცოდა, რომ აფეთქების მომენტში ის სახლში იმყოფებოდა.
კითხვა არის შემდეგი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად დანაშაულის ჩადენისას სუბიექტური შერაცხვის რომელი ფორმით მოქმედებდა სარქისოვი ახალგაზრდა მამაკაცის სიკვდილის მიმართ? A ვარიანტი არის თვითიმედოვნებით, B ვარიანტია არაპირდაპირი განზრახვით, E ვარიანტია პირდაპირი განზრახვით და D ვარიანტია დაუდევრობით. ეხლა ეს კაზუისტური დავალება სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში არაერთხელ არის განხილული, თუმცა გამეორების თვალსაზრისით მე გადავწყვიტე რომ თქვენთვის შევმეთავაზებინა. ჩვენ უნდა ეხლა ვიმსჯელოთ სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად ზოგადად გავიხსენოთ, რომ განზრახვა წარმოდგენილია ორი სახით: პირდაპირი განზრახვა და არაპირდაპირი, ეგრეთ წოდებული ევენტუალური ირიბი განზრახვა. კოდექსის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ქმედება პირდაპირი განზრახვით ჩადენილად ჩაითვლება თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ან და ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ეხლა მოცემულ შემთხვევაში არსებობს მართლსაწინააღმდეგო უბრალოდ შედეგის დადგომის შესაძლებლობის გათვალისწინება, რა თქმა უნდა. ეხლა კაზუსიდან არ ჩანს სარქისოვმა ზედასართულზე მცხოვრებ მამაკაცის სიკვდილი მონდომებული ჰქონდა თუ არა, სურდა თუ არა, ასე რომ ვთქვათ, თუმცა ის ფაქტი, რომ აფეთქებას გარდაულად შეეძლო მსგავსი შედეგის გამოწვევა, მას სრულიად გაცნობიერებული ჰქონდა. სურვილის არარსებობის მიუხედავად, სარქისოვი მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით, რადგან იგი ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. შესაბამისად, ჩვენ სწორპასუხად მოუხაზავთ მეგობრებო G ვარიანტს, რადგან როგორც უკვე ვთქვით, მართალია მას სურვილი არ ჰქონდა, თუმცა შედეგის გარდაუვალობის გათვალისწინება ასევე გვაძლევს პირდაპირი განზრახვის შემადგენლობას. მორიგი მერვე ტესტური დავალება ასევე შედგენილი არის სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილიდან და ასევე კერძო ერთი ნაწილიდან. კერძოდ, დაბადების დღის აღსანიშნავს უფრაზე მორგოშიასა და მასპინძელ ტვილდიან შორის სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რომელიც უფრაზე მყოფმა სხვა სტუმრებმა განმუხტეს. ქეიფის დასრულების შემდეგ მორგოშიამ მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღი გადმოიტანა და ტვილდიანს დამიზნებით გულმკერდის არეში ორჯერ ესროლა. იგი დარწმუნებული იყო, რომ დაჭრილი გარდაიცვალა, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაუკიდა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ტვილდიანის სიკვდილი გამოიწვია არა ცეცხლნასროლმა ჭრილობებმა, არამედ ცეცხლის შედეგად წარმოქმნილი კვამლის ფილტვებში მოხვედრამ. კითხვა არის შემდეგი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად როგორ დაკვალიფიცირდება ტვილდიანის ქმედება? A ვარიანტია სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სხვისი ნივთის განადგურება ცეცხლის წაკიდებით, B ვარიანტია განზრახ-მკვლელობის მცდელობა, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა და სხვისი ნივთის განადგურება ცეცხლის წაკიდებით, G ვარიანტია განზრახ-მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებების გარეშე და სხვისი ნივთის განადგურება ცეცხლის წაკიდებით და D ვარიანტია განზრახ-მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში და სხვისი ნივთის განადგურება ცეცხლის წაკიდებით. ეხლა აქ მეგობრებო, სანამ ფიქრი წაგვივა იქითკენ, რომ დამამძიმებელი გარემოება არის თუ არა სახეზე და ასე შემდეგ, მარტივად უნდა გავიხსენოთ ზოგადი ნაწილში ჩამოყალიბებული ერთ-ერთი სწორი მსჯელობა, რომელიც განხილული არის ეგრეთ წოდებული გენერალური განზრახვის თეორიაზე მსჯელობისას. ეს რას გულისხმობს? გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როცა პირის მიერ განზრახული ქმედებით გამოწვეული ნებელობითი შედეგი დამდგარია არა პირველი მოქმედებით, როგორც ეს დამნაშავეს წარმოუდგენია, არამედ შეუგნებლად მისი შემდგომი მოქმედებით. ეხლა მოცემულ კაზუსში წარმოადგენს კლასიკური შემთხვევა, რასაც შეიძლება დავარქვათ შეცდომა მეზობრივი კავშირის განვითარებაში. ასეთ დროს სწორი კვალიფიკაციის მისაღებად გადამწყვეტია თუ რამდენად არსებითია გადახრა მეზობრიობის ჯაჭვის განვითარებაში. თუ ასეთი გადახრა უმნიშვნელოა, მაშინ შეცდომა არის სისხლსამართლებრივად არარელევანტური და შედეგი შერაცხვა ხდება ჩვეულებრივ თავდაპირველი განზრახვით, როგორც დამთავრებული განზრახი დანაშაულის. ხოლო თუ მეზობრივი კავშირის განვითარების ჯაჭვში მნიშვნელოვანი გადახრა
მოხდა, პასუხისმგებლობა განსხვავებულია, რა თქმა უნდა, და მოხდება ორმაგი შეფასება, როგორც განზრახი მკვლელობის მცდელობა და გაუფრთხილებლობის ცოცხლის მოსპობა. ეხლა ჩვენ მოცემულ შემთხვევაში სწორი პასუხი გვექნება, მეგობრებო, G ვარიანტი, რადგან მეზობრიობის ჯაჭვში არსებით გადახრას ადგილი არ ქონია, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ გარდაცვალება გამოწვეული არის არა ცეცხლსნასროლი ჭრილობებით, არამედ ცეცხლის ალის და ამ წვის შედეგად წარმოქმნილი კვალის ფილტვებში მოხვედრით, ეს არ არის არსებითი გადახრა მეზობრივი კავშირის განვითარებაში, ეს არის სტანდარტული ვითარება, იმიტომ რომ გულმკერდის არეში ორჯერ დამიზნებით შროლის შემთხვევაში, მაშინ როდესაც დაჭრილი ადამიანი არის უგონო მდგომარეობაში, ხა აქედან შინაარსობრივად ეს დასკვნა გამოდის, ხო, დაჭრილი გარდაცვლილი ეგონაო, ნიშნავს, რომ ნიშანწყალი სიცოცხლის ერთი შეხედვით აღარ ეტყობოდა. ამიტომ ის რომ ცეცხლის კვამლმა გამოიწვია უშუალო გარდაცვალება და არა ტყვია, ეს არ არის მეზობრივი კავშირის ჯაჭვში არსებითი გადახრის მანიშნებელი ნიშანი, ასე რომ ვთქვათ, რის გამოც არსებითად კვალიფიკაცია აქ არ შეიცვლება და პასუხისმგებლობა დადგება G ვარიანტით. ეხლა რატო დადგება სწორი კვალიფიკაცია დამამძიმებელი გარემოებების გარეშე, ამაზე პასუხი არის მარტივი, იმიტომ რომ მკვლელობის მომენტში, ანუ ცეცხლის წაკიდებით განზრახ მკვლელობის შემადგენლობა კი არ დადგა. ცეცხლი წაუკიდა იმის გამო, რომ მომხდარი დანაშაული მკვლელობა დაფარულიყო, ასე რომ ვთქვათ, კვალი წაშლილიყო. და არა ის, რომ განსაკუთრებული სისასტიკით, მაგალითად, ტანჯვით, ძლიერი ტანჯვით, ცეცხლის ალში დაწვის შედეგად გარდაცვლილიყო ადამიანი. რაც შეეხება დამატებით კვალიფიკაციას, განზრახ მკვლელობასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავტოვებთ რეაგირების გარეშე იმ ფაქტსაც, რომ სხვის საკუთრებას წაუკიდა ცეცხლი და გაანადგურა, რის გამოც ასევე გვექნება შემადგენლობა სხვის ნივთის განადგურება დამამძიმებელ გარემოებაში, კერძოდ კი ცეცხლის წაკიდებით. გადავიდეთ მორიგ მე-9 ტესტურ დავალების განხილვაზე, რომლის ამოხსნისასაც მე მინდა ცოტა მეტი დრო ავიღო, ასე რომ ვთქვათ, რადგან წეღანად შეხვდა ჩვენ კაზუსის სუბიექტურ მხარეზე, სადაც ფულადი კომპენსაციის მიღების მიზნით პირმა საბროკერო კომპანიას ცეცხლი წაუკიდა და ზემოთ მცხოვრები ადამიანი შეიწირა. იქაც მსგავსი პრობლემური საკითხი იყო დაყენებული, რადგან განზრახვასთან ერთად ჩვენ გაუფრთხილებლობის ვარიანტების ჰქონდა სწორპასუხება შემოთავაზებული და აი ახლა მე-9 ტესტურ დავალების ფარგლებში შევეცდები, რომ ამომწურავოთ და სრულად გავცე პასუხი. ასე ვთქვათ, არაპირდაპირი განზრახვით, თვითიმედოვნებით და ასე შემდეგ კვალიფიკაციის პრობლემატიკას. მიუყვეთ, ნახეთ, ლაშხია ზღვისპირად ძვირადღირებულ კოტეჯში ისვენებდა, საღამო საათებში იგი მისაღებ ოთახში წამოწვა და სიგარეტს გაუკიდა. ლაშხია ფიქრობდა, რომ სიგარეტს მოწევდა და შემდეგ დაიძინებდა. დაღლილობის გამო მას მალევე ჩაეძინა და ანთებული სიგარეტი ხელიდან გაუვარდა. სიგარეტის ანთებული ნამწვავი ხის იატაკზე დავარდა და ხანძარი გაჩნდა. ლაშხიას მაშინ გამოიღვიძა, როდესაც მისაღების ნახევარი ცეცხლის ალში იყო გახვეული და შენობიდან გამოსვლა ძლივს მოახერხა. ლაშხიამ გამოკითხვისას განმარტა, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სიგარეტის მოწევის პროცესში დაეძინებოდა. კითხვა გვაქვს შემდეგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად როგორ დაკვალიფიცირდება ლაშხიას ქმედება. A ვარიანტია გაუფრთხილებლობით, კერძოდ თვითიმედოვნებით, სხვის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. B ვარიანტია გაუფრთხილებლობით, კერძოდ დაუდევრობით, სხვის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. G ვარიანტია არაპირდაპირი განზრახვით, სხვის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და D ვარიანტია ლაშხიას ქმედებაში არ არის დანაშაულის ნიშნები. ეხლა ჩვენ წეღანაც აღვნიშნეთ, მეგობრებო, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მარცხწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. ეხლა რაც შეეხება გაუფრთხილებლობის შემადგენლობის საკითხს. კოდექსის მე-10
მუხლის თანახმად გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილი არის თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით. ეხლა რას ნიშნავს ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი? ეს არის შემადგენლობა, როდესაც პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდა ხედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა. რაც შეეხება დაუდევრობას, ქმედება დაუდევრობით გვექნება ჩადენილი სახეზე, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც. ეხლა ძალზედ პრობლემური და იმავდროულად საინტერესო საკითხი არის ხოლმე თვითიმედოვნებისა და არაპირდაპირი განზრახვის გამიჯვნის საკითხი. აი ამ ორ ასე ვთქვათ სამართლებრივ საკითხს შორის არსებობს როგორც მსგავსება, ისე განსხვავება. ახლა იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმული არის მოსაზრება, რომ არაპირდაპირი განზრახვის დროს პირი მოქმედებს ასეთი ფორმულით, მე ამას ჩავიდენ და რაც იქნება, ის იქნება, ხოლო თვითიმედოვნებისას აგვაქვს ესეთი ფორმულირება, ხატრულად რო ვთქვათ, მე ამას ჩავიდენ, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, ანუ რაღაცაზე იმედიანად ვარ, იმედს ვამყარებ, ხო? მსგავს შედეგი რო არ დადგება. ეხლა მათ შორის განსხვავება ასე შეიძლება ჩამოვთვალოთ, არის ის, რომ როგორც უпростоრად მათ შორის მსგავსება პირველ რიგში, აი რა ერთნაირი შემადგენლობა ახასიათებს თვითიმედოვნებას და არაპირდაპირ განზრახვას, არის ის, რომ არაპირდაპირი განზრახვისას და ასევე თვითიმედოვნებისას პირს რა თქმა უნდა გაცნობიერებული აქვს, რომ ჩადის აკრძალულ ქმედებას, ხო, ორივე შემთხვევაში. ეხლა ორივე შემთხვევაში ასევე პირი ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და ასევე მესამე მსგავსება არის ის, რომ ორივე შემთხვევაში პირს არ სურს ასეთი შედეგის დადგომა. რაც შეეხება განსხვავებას, არაპირდაპირი განზრახვის დროს პირს გაცნობიერებული აქვს, რომ ჩადის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ხოლო თვითიმედოვნების დროს პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მისი ქმედება აკრძალულია წინდახედულობის ნორმით. არაპირდაპირი განზრახვისას მართალია პირს არ სურს მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებს, ასე ვთქვათ, ეგუება მის დადგომას ან გულგრილად ეკიდება. ამდენად არ გამორიცხავს ასეთი შედეგის დადგომას, ხო? ხოლო რაც შეეხება თვითიმედოვნებას, ასე დროს პირს არათუ არ სურს ამ შედეგის დადგომა, არამედ დარწმუნებულიც არის, რომ იგი მოცემულ ვითარებაში არ დადგება. იგი გამორიცხავს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას მოცემულ ვითარებაში. რაც შეეხება გაუფრთხილებლობის მეორე სახეს დაუდევრობას, მას აქვს ორი წინაპირობა, კერძოდ ეს არის ევალებოდა და მეორე წინაპირობა არის შეეძლო. რას ნიშნავს ევალებოდა, ხო? აქ იგულისხმება, რომ შედეგის დადგომის გათვალისწინებას მას ავალდებულებს ზოგადი დაუწერელი ან სპეციალური დაწერილი წინდახედულობის ნორმა. რაც შეეხება შეეძლო, ეს რა თქმა უნდა სუბიექტური განსჯის საგანი არის და მხედველობაში ამ დროს უნდა იქნეს მიღებული კონკრეტული პირის ინტელექტუალური შესაძლებლობა. თუ საკითხი ეხება დაუწერელი წინდახედულობის ნორმის დარღვევას, რა თქმა უნდა. საკითხის დადებითა და გადაწყვეტისათვის საკმარისია სახეზე იყოს საშუალო ნორმალური ინტელექტის მქონე ადამიანი, ხოლო რაც შეეხება დაწერილი წინდახედულობის ნორმას, ამ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, რის გაკეთება შეეძლო პირს ამ მიმართებით, მაგრამ არ გააკეთა. ან გააკეთა სხვაგვარად დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ. ამასთან დაკავშირებით იურიდიულ ლიტერატურაში სწორად არის აღნიშნული, რომ თუ კი პირს არ აქვს სათანადო სპეციალური ცოდნა, მან ხელი არ უნდა მოჰკიდოს ისეთ საქმეს, რაშიც აშკარად არ არის გარკვეული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საკუთარ თავზე არ უნდა აიღოს ის საქმიანობა, რასაც ვერ გასწევს, რადგან არ აქვს შესაბამისი კომპეტენცია. ზოგადად ეხლა ასევე მინდა გესაუბროთ სისხლის სამართლებრივ მნიშვნელობას მოკლებულ ქმედებებზე, ხო? და მათ კლასიფიკაციაზე. ასეთები არის კრუნჩხვები პირობითად, რეფლექსური მოძრაობა, დაუძლეველი ძალის, ეგრეთ წოდებული ვის აბსოლუტას გავლენით გამოწვეული მოქმედება და ასე შემდეგ. და ერთ-ერთი ასეთი ამ კლასიფიკაციაში მოცემული გვაქვს სხეულებრივი მოძრაობა ძილში. ეხლა ჩვენს კაზუსში ვხედავთ, რომ ფაქტობრივად სხეულებრივი მოძრაობას აქვს ადგილი, ხო? ნახეთ, ძილის მდგომარეობაში გაუვარდა ანთებული სიგარეტი, ამიტომ რაღაც კუთხით ამ კლასიფიკაციაზეც გვიწევს ჩვენ აქცენტის გაკეთება. ეხლა ძილის დროს გამოწვეული შედეგისათვის პირი რა
შემთხვევაში შეიძლება დაისაჯოს, ხო? ეს არის მთავარი კითხვა. იმ შემთხვევაში შეიძლება დაისაჯოს გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის, თუ დადგინდება, რომ მას ძილის წინ დარღვეული აქვს წინდახედლობის ნორმა. ეხლა ასეთ შემთხვევაში პირი, აი ამ შემთხვევაში ლაშხია, თავს ვერ გაიმართლებს იმ არგუმენტით, რომ სიგარეტის იადაკის დაძემის დროს მას ეძინა, ანუ არანებელობით ქმედებას ჰქონდა ადგილი, ხო? მისი პასუხისმგებლობა დადგება სწორედ დაც, რომ 192-ე მუხლით. კერძოდ, მისი გაუფრთხილებლობა, ანუ წინდახედლობის ნორმის დარღვევა, სწორედ იმაში გამოიხატა, რომ საწოლზე სიგარეტს ეწეოდა, მაშინ, როდესაც იცოდა, რომ დაღლილი იყო და შეიძლებოდა უცაბედად ჩაძინებოდა, რაც რეალურად განხორციელდა კიდეც. აი, ყოველივე აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მეგობრებო, აქ ჩვენ სწორი პასუხი უნდა გვქონდეს და შემოვხაზავთ B ვარიანტს, რომელშიც არის პირდაპირ დაუდევრობის კლასიფიცირება და დაისჯება გაუფრთხილებლობით, კერძოდ დაუდევრობით სხვისი ნივთის დაზიანებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ვიდეოს ბოლოს მეათე ტესტურ დავალებად, ასე ვთქვათ, შედარებით ამოვისუნთქოთ, ამიტომ ძალიან ბჭყალებში მოზეპირე კითხვა შემოგთავაზეთ, რაც ჩვენ და სამწუხაროდ საბედნიეროდ გამოცდებზე არაერთხელ არის შემოთავაზებული, ანუ რაღაც კონკრეტული ზეპირად რომ უნდა იცოდე ამაზე საუბარი ერთ სიტყვით. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ჩამოთვლილიდან რომელიც შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად. A ვარიანტია სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, B ვარიანტია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, G ვარიანტია შინაპატიმრობა და D ვარიანტია თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. ეხლა რა თქმა უნდა, სწორი პასუხი გვექნება, მეგობრებო, A ვარიანტი თანახმად სისხლის სამართლის კოდექსის 51 მუხლისა, რომელშიც არის ჩამოთვლილი შემდეგი მოცემულობა, რომ გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა ინიშნება მხოლოდ ძირითად სასჯელებად. დანარჩენი ქვემოთ აღნიშნული სასჯელები მხოლოდ ძირითად სასჯელად დანიშნვის დამრგავლებელი გარემოება ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსში შემოთავაზებული არ გვაქვს და კანონმდებლობა იტოვებს ლავირების შესაძლებლობას, რომ დაინიშნოს როგორც ძირითად, ასევე დამატებით ან მხოლოდ დამატებით სასჯელად. ამ ვიდეოს ფარგლებში სულ ეს იყო, რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა, მეგობრებო, ვფიქრობ, რომ გამოგადგებათ აღნიშნული ტესტებზე მუშაობა თქვენ საგამოსდო პროგრამის მომზადების კვალ და კვალ, დაგემშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს.